სამინისტროსთვის პრიორიტეტად რჩება, მთავარ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება და ბუნებრივია, რომ აქ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ინფრასტრუქტურის განვითარებას. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა მოვინახულო ახლად გახსნილი, სრულიად ახლად გახსნილი, ახლახან მშენებლობა დასრულებული, სრულიად ახალი რამდენიმე ობიექტი სამეგრელოს რეგიონში და ეს ძალიან მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, რა თქმა უნდა, მათ შორის სერვისის ხელმისაწვდომობას, პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების პროცესს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ის კვალიფიციური პერსონალი, სამედიცინო პერსონალი, რომელიც აწვდის სერვისებს, შრომის სათანადო პირობებით იყოს უზრუნველყოფილი, მათ შორის ეს გულისხმობს მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს, კომფორტული ინფრასტრუქტურის არსებობას. ეს არის აუცილებელი საწინდარი და წინაპირობა მუდმივად ხარისხის განვითარებაზე ზრუნვისთვის. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა სოფლად მაცხოვრებელი ადამიანებისთვის ამ სერვისის მაღალ დონეზე თანამედროვე სტანდარტით უზრუნველყოფა არის და დარჩება ეს, რა თქმა უნდა, მომდევნო წლებშიც სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ნოჯიხებში, წითელწმადა და მოხურში ახალი ამბულატორიები გავხსენით. ეს ამბულატორიები სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას ადგილზე მიიღონ პირველადი ჯანდაცვის სერვისი. ასევე მუშაობთ დამატებით ახალ ამბულატორიების მშენებლობასა და რეაბილიტაციის პროექტებზე. პირველადი ჯანდაცვის გოლის გაძლიერება მოსახლეობის სრულფასოვანი და ხარისხიანი მომსახურებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს შესაძლებლობას გვაძლევს უფრო სრულყოფილად მომსახუროთ მოსახლეობას და ეს მომსახურება უფრო ხარისხიანი იყოს. მისასალმებელია, რომ პირველადი ჯანდაცვა პრიორიტეტია ზოგადად ქვეყანაში. ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის, ვიცით, ამდენად სოფელი მრავალრიცხოვანია, მოსახლეობა დიდია, რამდენიმე სოფელს აერთიანებს ეს ამბულატორია, ყველასთვის არის ფრიად სასიამოვნო ამბავი, რომ ასეთი კარგი ამბულატორია გაიხსნა. ამავე დროს ყავს საუკეთესო ექიმები და მედდები, რომლებიც შესანიშნავად ემსახურებიან სოფლის მოსახლეობას.